ჩემი როგორც დეკანის პოზიციიდან წასვლა კი არ არის პრობლემა. საერთოდ არანაირი პრობლემა ეს არ არის, ცხადია. პრობლემა არის ცვლილებებისადმი ესეთი მტრული დამოკიდებულება და ცვლილებების მიუღებლობა. თქვენ ძნელად იპოვეთ აქ ადამიანს, რომელსაც ამ ტიპის რესტრუქტურიზაციაში რაღაც პოზიცია ან არ დაეკარგოს, ან არ მიიღოს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მართვის სტილი, როგორც უნივერსიტეტი იმართება, ვერ დებს შედეგს და ეს ერთი წლის პროდუქტი კი არ არის თავი წელზე, მრავალი წლის პროდუქტი, შესაბამისად, ცვლილება უნდა შეეხოს მართვას, მენეჯმენტს და ცვლილება უნდა შეეხოს იმას, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და ვინ არის პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებს. თუკი ილიას უნივერსიტეტმა რაღაც წარმატებას მიაღწია, ხო, აი, ეს არ არის ჩვენ მიერ დათვლილი რეიტინგები, სიმაგოს რეიტინგი, რომელიც ეთყობა ყველაზე ესეთი ყველაზე საერთაშორისო და აღიარებული კვლევის შედეგებს. ამ რეიტინგის მიხედვით ჩვენ კავკასიაში და საქართველოში მართლაც წამყვანი ინსტიტუცია ვართ. აი, ამას მივახციეთ სწორედ იმით, რომ არ დაგვეზარა არასდროს ცვლილებები. 2009 წელს ჩვენ ერთ-ერთ საერთაშორისო სამეცნიერო რეიტინგში 2 სტატია თუ გქონდა გამოქვეყნებული, წელს გვაქვს 302. სამწუხაროდ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც შეუძლია 2 წელი ელოდოს ყველაზე უფრო მცირე რაღაცა ცვლილებას და შედეგს. აქ ჩემი მოტივი აქ მოსვლის და მათ შორის არჩევანის გაკეთება ილიაონიზე ზუსტად ამ გადაწყვეტილების მთავარი მამოძრავებელი ზუსტად გახდათ ის რომ სწრაფი ცვლილებებისადმი მზაობას ყოველთვის გარედან აჩვენებდა ეს უნივერსიტეტი და მე დიდი მეც გამოთქვა რომ ეს რესურსი ამოწურული არ არის. თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა და თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ ჩვენ ვერ ვიძლევით შესაბამის ცოდნას და უნარებს, მაშინ უნდა შევქმნათ ეფექტური მექანიზმი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. და ეფექტური მექანიზმი არ არის სახელის გადარქმევა და შესაბამისად ის პროცესები, რა პროცესებსაც ცენტრალურ ადმინისტრაციამ ჩემს სამწუხაროდ დაუდო სათავე. მე მაგალითად აი გუშინ ბატონ გიორგის გამოსვლის შემდეგ, როცა მან ეს რაღაცა 24 საათიანი ულტიმატუმზე ილაპარაკა, მივხვდი რატომ მქონდა ამ ადამიანს ჩვენთან პრობლემები. ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. ეს არ არის ბანკი და არც რაიმე ფინანსური ორგანიზაცია, ხო? იცით, რაც ცოტა იყოს მიწყინა ეს ახალგაზრდა კაცია და რავი, წარმატებებს უსურვებ, ნამდვილად ჯერ აქ უნივერსიტეტში და მე ყველგან. მაგრამ ნახეთ, მისი მთავარი მესიჯი რა იყო, რომ ბიზნესის ფაკულტეტს აქვს ბევრი ფული შემოაქვს და ყველაზე მეტი ფულით, ამიტომ ჩვენ ყველაზე პრივილეგირებული უნდა ვიყოთ. ჯერეთი ეს ასე ნამდვილად არ არის. 73 მილიონია ილიას უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ნაერთი ბიუჯეტი და აქედან მხოლოდ 12 მილიონი ნახევარია ამ ფაკულტეტისა, ხო? ანუ დანარჩენ სამ ფაკულტეტს კიდევ უფრო მეტი შემოაქვს. მეტიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, რომელსაც დაახლოებით მე-5 სტუდენტი ყავს ვიდრე ბიზნესის სკოლას, იმას აქვს ძალიან ბევრი კვლევითი პროექტი, საერთაშორისო გრანტები ძალიან იმათ გაცილე ამ თვალს ამით თუ წავალთ, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, სიბრტყე, რომელზეც უნივერსიტეტში საუბრობენ. 6000 სტუდენტიან სკოლაში 90 კომპიუტერი არის. ამით ხო ყველაფერი ნათქვამია უკვე დეფიციტი გვაქვს უზარმაზარი დეფიციტი სტუდენტური სივრცეების, გვაქვს უზარმაზარი დეფიციტი სასწავლო სივრცეების. რამდენჯერმე ახსენა რომ მისი ისინი მოთხოვნები არ კმაყოფილდებოდა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აქ არსებობს ეს ასე ვთქვათ პრიორიტეტები ამ მოთხოვნებში. წელს მაგალითად კიბის რეაბილიტაციის ასე ვთქვათ პროექტით შემოვიდა იგი. ჩვენ ჩავთვალეთ რომ ჩვენი მისი საბუნებისმეტყველო მეცნიერების ლაბორატორიების რეაბილიტაცია არის უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ მე კი არ ჩავთვალეთ, გიგაზედანიამ კი არ ჩავთვალა. ჩავთვალა აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭომ, რომელშიც ძალიან პატიცებული ადამიანები არიან. მე ყოველთვის ჯერ რომ საღიაზე გაიმარჯვებს, შეუძლებელი არის ძალიან მარტივი მოთხოვნა, რომ
ეგრეთ წოდებული რეორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი ცხადია რეორგანიზაციასთან არ აქვს, ეს პროცესი შეჩერდეს. შემდეგ გამოვკვეთოთ ადამიანების ის ჯგუფი, ვისაც აქვს სრულინდობის მანდატი და მათ განახორციელონ ამ პროცესის, ვთქვათ, ამ პროცესის სრული დეესკალაცია, რაც ვფიქრობ, რომ არის ყველას ინტერესში, ცხადია და მათ შორის ჩემს. მე მაინც მგონია, რომ მალე ჩაცხრება ეს ნებათა ხელვა, იმიტომ რომ არც ერთ ეტაპზე გიორგი, არც ბატონი გიორგი ქადაგიძისთვის და არც ერთი სტუდენტისთვის არავის არ მიუხურავს კარი და არ უთქვავს, რომ ჩვენ ეს გადავწყვეტეთ და ეხლა თქვენ ეს გინდა მიიღეთ და გინდა არა. ნებისმიერ ეტაპზე იყო შეთავაზება როგორც აკადემიური საბჭოს მხრიდან, ისე რეფორმების მომუშავე ჯგუფის მხრიდან, თვითონ რექტორის მხრიდან, რომ დავსხდეთ, ერთად გავიაროთ მთელი ეს პროცესები. უბრალოდ მან ამაში ჩართვა არ ისურვა და მე მგონია, რომ სწორედ აი ეს არის ის აცდენა. ხო? თუ არ დამელაპარაკები, ვერ გავარკვევთ ველაფერს.